განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება ქართულ ჯარს, რომელმაც პარტნიორებთან ერთად არაერთხელ ისახელა თავი სხვადასხვა ცხელწელში და მე კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა. მაშინ როდესაც ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობა იყო წარმოდგენილი რამდენიმე ათეულით ან რამდენიმე ჯარისკაცით ავღანეთში, საქართველოს თავდაცვის ძალები წარმოდგენილი იყვნენ მეოთხე თავის შემადგენლობით ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის და იტალიის შემდეგ ავღანეთში და ასრულებდნენ ურთულეს მისიებს ავღანეთში. გარდა ამისა, მაშინ როდესაც ნატოს ჯარები გამოდიოდნენ ავღანეთიდან, საქართველოს მთავრობამ და მათ შორის ჩვენს ტერიტორიით უზრუნველყავით ამ ჯარების სწრაფი გამოყვანა ავღანეთიდან და ამაში საქართველოს მაშინ შეასრულა გადამწყვეტი როლი და ამაზე დიდ მადლობებსაც ვიღებთ. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური კონიუნქტურის და გარკვეული პოლიტიკური გემოვნებებით თუ არ ვიცი რაღაც პოლიტიკური მიზანშეწონებიდან გამომდინარე ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა არ გააკეთებს და რა თქმა უნდა თავდაცვის ძალები უპირველეს ყოვლისა ჩვენი ინტერესის სფერო არის და ეს ფაქტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს უპირველეს ყოვლისა თავის თავდაცვის საკუთარი ქვეყანაში მშვიდობაზე და თავდაცვის უნარიანობაზე და ამიტომაც ესეც რა თქმა უნდა არის ჩვენთვის გარკვეული გამოცდილება და გაკვეთილი. ამას გარდა რაც შეეხება უკვე იმასაც შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ მაშინ როდესაც 2008 წელს იყო ჩვენთვის დამანგრეველი ომი, ამ ომის შემდეგ ომგამოვლილ ქვეყანას 6 წელი, სადაც 2013-14 წლამდე ნატოს არც ერთი ქვეყანა არ გვაძლევდა იარაღს. არათუ ჩუქნიდა. მოკიდვაზეც კი ჰქონდათ აკრძალვა 6 წლის განმავლობაში, რაც რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ სამწუხარო ფაქტი იყო, იმ დროს ნაციონალურ მოძრაობა ამას მალავდა და არ იცოდა ეს საზოგადოება, რომ ფაქტობრივად საქართველოს ომგამოვლილი ქვეყანა იყო სანქციის ქვეშ. ეს იმ ფონზე როდესაც აგვისტოს ომის შემდეგ დაღუპული მოქალაქეების წლისთავიც არ იყო გასული, როდესაც 6 თვის თავზე გადატვირთვა გამოცხადდა რუსეთთან 2009 წლის მარტში, ომიდან 2 წლის თავზე 2010 წლის მაისში წითელ მოედანზე ამერიკელი, ბრიტანელი, ფრანგი, უკრაინელი და მოლდოველი ჯარისკაცები აღლუმს აბარებდნენ რუსეთის პრეზიდენტს. ამიტომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვენი ისტორიის ნაწილიცაა და რა თქმა უნდა ჩვენ ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ ხოლმე ასეთ მომენტებში და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არავინ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს მაღლა არ დააყენებს. ამიტომაც ჩვენ არც ხვების ინტერესი არ უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესზე მაღლა. და ბოლო პერიოდში ამ განცხადებებს რაც შეეხება, მათ შორის გუშინ იყო საფრთხო საფრანგეთი აჩერებს ხო საფრანგეთის პირდაპირ საბიუჯეტო თანხები. არანაირი პირდაპირ საბიუჯეტო თანხები საფრანგეთის ბიუჯეტიდან საქართველოს ბიუჯეტში არ არსებობს. ამიტომ არ ვიცი მე სიმართლე გითხრათ, რაზე იყო აქ საუბარი. ამიტომ ცოტა გაუგებარი იყო ეს კომენტარი. ხო, რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომ ესე იგი ჯარს მოაკლდება უბრალოდ ჯარისთვის განსაზღვრული თანხა თუ ქვეყნისთვის განსაზღვრული თანხა გადაინაცვლებს NGO სექტორში, მე მგონი ესა ჩვენს პირდაპირ საჭიროებში რაც ხდება. სადაც ფიქრობენ, რომ ვინც ატარებს მათ ინტერესს, იქით მიდის ფული. რა მომენტში ჩათვალეს, რომ შესაძლოა საქართველოს არ ატარებს, საქართველოს მთავრობა არ ატარებს კონკრეტულად სხვა მთავრობის ინტერესს, გადაინაცვლა იქით, რომ ვინც ატარებს მათ ინტერესს. ასე რომ ესეც კიდევ ერთი დასტური არის, რომ და ესეც აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ ასეთი ფულის უკან დგას ხოლმე ინტერესები და ეს ინტერესებს მიეცა ხა თავის კალაპოტი და აპირებდა წავიდეს იქ, სადაც შესაძლოა მათი ინტერესები. რომ უცხოური დაფინანსების მომენტი ორგანიზაციები მობილიზაციისგან გაატარეს. ზელში თქვენ აღნიშნეთ, ზელში ამბობს, რომ პირდაპირ საფრანგეთიდან აღარ შევა. რაზე დაიწყეთ საუბარი მათგავარზე? საფრანგეთის ზელშის განცხადება რომ შეგვიყვანოს. არ შეესაბამება სიმართლეს. რა შეესაბამება? არც ერთ
არანაირი თანხა საქართველოს ბიუჯეტში და საფრანგეთის ბიუჯეტიდან არ შედის და თორემ არანაირი პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსება საფრანგეთიდან არ არსებობს. ამიტომ ცოტა გაუგებარია რა ხდებოდა ეს პროგრამა ბეხარ არსებობს რა თქმა უნდა, უბრალოდ სხვადასხვა არა უყურეთ საბიუჯეტო დახმარება არის საბიუჯეტო დახმარება არის სპეციფიური ფინანსური ინსტრუმენტი და დახმარების ინსტრუმენტი, რომლის ქვეშაც იგულისხმება საბიუჯეტო დახმარება. როგორც ამაზეა საუბარი, არანაირი საბიუჯეტო დახმარება საფრანგეთის ხელისუფლების მხრიდან კიდე ერთხელ ჩვენ ხოლმე შევხედოთ რა არის რა მოყავთ საბაბად ამ გადაწყვეტილებას. ხო, საბაბი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობა დაინტერესდა სად მიედინება გრანტით შემოსული თანხები. რა მიზნებს ხმარდება, რომელ ორგანიზაციებში რა თანხები მიდის. საქართველოს მოსახლეობა დაინტერესდა რა თანხა შემოდის გრანტების სახით საფრანგეთიდან, რა ვიცი მე, დიდი ბრიტანეთიდან თუ პოლონეთიდან თუ ფინეთიდან თუ შვედეთიდან, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, ამით დაინტერესდა. და ამ ინტერესმა გამოიწვია სწორედ ეს რეაქცია, რომ აჰა, დაინტერესდით, თუ გინდა ჩვენი გამჭვირვალება, მაშინ საერთოდ აღარ ჩავრიცხავთ ფულებს. ანუ ეს არის როგორც ჩანს ეს პოზიცია, რაც სამწუხაროა კიდე ერთხელ. ის რომ ელემენტარული საკითხი, რომელიც არის საფუძველთა საფუძველი, როგორც ქვეყნის შიგნით განვითარების, ისე ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, ეს არის გამჭვირვალობა საქართველოს მოსახლეობას. ისევე როგორც ფრანგს, გერმანელს, ფინელს, ამერიკელს, დიდ ბრიტანეთს აქვს უფლება იცოდეს რა ფული შემოდის მის ქვეყანაში და იხარჯება პოლიტიკურ საკითხებში, იხარჯება პოლიტიკაზე გავლენისთვის და ასე შემდეგ, იცოდეს რა თანხა შემოდის და სად მიდის და როგორც ჩანს ვიღაცას თვალში ეპატარავება ქართველი ხალხი და ნუ ეს ეს მე კიდე არაერთხელ მოკავშირეების გარეშე როგორ უნდა მიხედოთ ეს მიპასუხეთ თუ შეიძლება რა ეს რა ჩემი კითხვა ხოგაი თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით ასეთი პოზიციის დაფიქსირება და მე ანუ ხარდაჭერის კონტექსტში ვაგო ბელჯიკის პოზიციები რაც ამბობენ და მეორე მხრივ მოკავშირეების გადაწყვეტილება არის რომ ანუ არასამთავრობო სექტორის ხარდაჭერას გავამოძელებთ უფრო ძლიერ ანუ ამ მიმართულებით რა და თუ შეიძლება არა სამწუხარო უყურეთ აი მე ეს ბოლო ჯარს როგორ უნდა მიხედოთ აი ამ კითხვაზეც რომ კიდევ ერთხელ რაც შეეხება აი ბოლო კომენტარებს ბოლო დღეების განმავლობაში რასაც ვისმენ სამწუხარო მე სხვა მოლოდინი მქონდა და ჯერ კიდევ მაქვს მე მოლოდინი მქონდა რომ მოვისმენდი ევროპელი ელჩებისგან დაპირებას რომ რა თქმა უნდა გამჭვირვალე იქნება მათი ქვეყნიდან შემოსული თანხა და რა თქმა უნდა ქართველ ხალხს ისინი ეტყვიან ვის აძლევენ ამ ფულს, რისთვის აძლევენ, რამდენ ფულს, რამდენ რა თანხას აძლევენ. ამას მოველოდი. ნაცვლად ამისა, გვესმის რაღაც გაბრაზებული კომენტარები. არ ვიცი ეს ემოციებში რატო გადაზდის ზოგიერთ დიპლომატს, მაგრამ გვესმის ასეთი კომენტარები, რაც აბსოლუტურად არ მგონია რომ იყოს სერიოზული აღქმა იმ გამოწვევისა, რომლის წინაშე დგას ქართული საზოგადოება. კიდევ ერთხელ, ქართველებმა მკაფიოდ თქვეს, რომ ქართველი ხალხის სურვილი არის იცოდეს მეტი იმის შესახებ თუ რა ფული შემოდის, სად მიდის, რაში იხარჯება. ამის საპასუხოდ ჩვენ ხედავთ რაღაც გაღიზიანებულ რეაქციებს, რაც რა თქმა უნდა არ არის ევროპული ღირებულებების შესაბამისი რეაქცია, ამიტომ მე ერთადერთი მოწოდება მაქვს, რომ ყველა დაუბრუნდეს იმ ჩვენ საერთო ღირებულებებს, რომელსაც ვიზიარებთ, გამჭვირვალობის, საჯაროობის და ურთიერთპატივისცემის ღირებულებებს და ამ ღირებულებების დაუბრუნდნენ და ამ ღირებულებებით იმოქმედონ, იყვნენ გამჭვირვალე ქართული ხალხის წინაშე ქართულმა ხალხმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი სურვილი და ინტერესი იცოდეს რაში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხა. მოკავშირეების გარეშე როგორ უნდა მიხედოთ როგორ უნდა მიხედოთ რატომ მოკავშირეების გარეშე? იმიტომ ფაქტობრივად უარს ამბობენ ეს ადამიანები უკვე თქვენი პოლიტიკიდან გამომდინარე ჯარი დააფინანსა და დაფინანსება და მოკავშირეობა სხვადასხვა რამეა. ვაპირებთ, იმიტომ რომ ეხლა რავი აკრიტიკებთ მოკავშირეებს ბატონო შალვა აღარ დატოვეთ ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა და ამათ შორის არც ამერიკის ჩვენ არავის უყურეთ ჩვენ აი ამ ადამიანებს ჩვენი მოკავშირეების გარეშე როგორ აპირებთ რომ აი ჯარმა სრულფასოვნად სრულყოფილად და ის ანუ ისე გააგრძელოს როგორც რა თქმა უნდა სამწუხაროა ის ტყუილი რომელსაც თქვენ ავცელებთ თითქოს მოკავშირეების გარეშე არის
საქართველო. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს სხვა მისიაში წამყვანი როლი ჰქონდა და რა თქმა უნდა საქართველო აპირებს, რომ ამ მხრივ იყოს ნაწილი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემისა. ერთი, მეორე, ჩვენი მოკავშირეობა ვლინდება იმაში, რომ საქართველოში შენარჩუნებულია უსაფრთხოება და მშვიდობა. აქ რომ ომი ატეხილიყო, რაც უნდოდა ჩვენს ოპოზიციას და NGO სექტორის ნაწილს, აქ რომ ომი ატეხილიყო, საქართველო ხო დაინგრეოდა, მაგრამ არანაკლებ ზიანი მიადგებოდა ევროკავშირსაც, იმით რომ ჩაიკეტებოდა ის ერთადერთი უსაფრთხო დერეფანი, რომელიც დღეს არსებობს ევროპის და აზიის დამაკავშირებელი. დღეს ჩრდილოეთ დერეფანი ჩაკეტილი არის და ისეთი პირი უჩანს, რომ დიდი ხანი იქნება ჩაკეტილი ევროკავშირის და ევროპის და აზიის დასაკავშირებელი. სამხრეთ კორიდორი, ვიცით რა გამოწვევები არის სრუტეებში, მათ შორის თავდასხმების ხრივ და არის როგორც ხანგრძლივი გრძელი მარშრუტი, ამავე დროს არ არის უსაფრთხო. ერთადერთი უსაფრთხო და ამავე დროს ყველაზე მოკლე მარშრუტი დაკავშირებისა ევროპასა და აზიას შორის არის საქართველო. ამიტომ დავფიქრდეთ ამაზე, ვინც აქ აპირებდა ომის ატეხვას, ვის ინტერესებით მოქმედებდა ესა თუ ის ჯგუფი თუ რაც შეეხება თანამშრომლობას, ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენი თავდაცვის ძალების გრძელდება სხვადასხვა ფორმატებში, სხვადასხვა ორგანიზაციებში. რა თქმა უნდა, არა, უბრალოდ თქვენ ეს იყო ერთი კონკრეტული საკითხი, რომელიც ევროკავშირზე როცა საუბრობთ, ევროკავშირის ფონდის მიერ სულ ახლახან თან ზუსტად მაშინ როდესაც ჩვენ ვიხილავდით გამჭვირვალობის კანონს, მაშინ დამტკიცდა ეს პაკეტი და არ ვიცი მე თუ ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ქონდა, რატო ამტკიცებდნენ საერთოდ ამ პაკეტს, ანუ რამდენიმე კვირის წინ დამტკიცდა, ჩვენ როდესაც კანონი უკვე საბოლოო მიღების პროცესში ქონდა და რა ვიცი, ყველა მიცოდა რომ ამ კანონს ვიღებდით და ახლა ხდება გაუქმება. შეგახსენებთ, რომ ეს ძირითადად ეს არ შეეხება აღჭურვილობას, სამხედრო აღჭურვილობას ან რაიმე სხვა სამხედრო დანიშნულების საკითხებს, ძირითადად არის უსაფრთხოების, მათ შორის სამხედრო უსაფრთხოების მიმართულებით. ასე რომ კიდევ ერთხელ ნახეთ გუშინ, რომ საქართველოს მთავრობა ჩვენს გონდა ამაზე კონსულტაცია ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ამაში პარლამენტის სრული მხარდაჭერა აქვს. 519 მილიონით გაიზარდა იზრდება უпростоრად საქართველოს ბიუჯეტი ამასობაში და მათ შორის 100 მილიონით იზრდება თავდაცვის ძალების ბიუჯეტი. ამიტომაც ვამბობ მე, რომ რა თქმა უნდა საქართველოს სახელმწიფოს უპირველესი ინტერესია და უპირველესად საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი არის საკუთარ თავდაცვის ძალებზე ზრუნვა. იმიტომ სხვა შემთხვევაში ვხედავთ, რომ ეს შეიძლება გახდეს სხვების დახმარება, გახდეს პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლი და რაღაც საბაბებით მოხდეს ამაზე რეაგირება. ამიტომ უპირველეს ყოვლისა ქართველები, რა თქმა უნდა, საქართველოს უნდა ზრუნვა იქნას. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ორგანიზაციის მობილიზაციას გაათავისუფლა და ეგრეთ ჯავშანი უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებული მობილიზაციისგან გაათავისუფლა უცხოური და ფინანსების ორგანიზაციები და ეგრეთ წოდებული ჯავშანების ასეთ ორგანიზაციებს, აი რას ნიშნავს ომის დროს, როდესაც მობილიზება არის სხვა ქვეყანაში, ასეთი ორგანიზაციების მობილიზაციისგან გათავისუფლება. ხო, ნახე მეც ეს ინფორმაცია და მე მგონი ყველა ქართულის პირველი რეაქცია იყო, რომ გაგვახსენდა ის სიტყვები, რომელიც ერთი მოვისმინეთ, რომ ბომბების წვიმა ურჩევნიათ იმ მშვიდობას, რომელიც არის ქალბატონმა ყოფილმა სახალხო დამცველმა განაცხადა ეს და საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელის განცხადება, რომ საქართველოს უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობის ფანჯარა ახლა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და რა იგულისხმებოდა ამის უკან, რომ იგულისხმებოდა ზუსტად სამხედრო კომპონენტი, ესეც გასაგებია. გვახსენდება და გვაფიქრებს ეს, რომ როდესაც როგორც ჩანს ამ ადამიანებს ამის იმედი ქონდათ, რომ აქ თუ რამე ატყდებოდა ხოცვა ჟლეტვა, მათ საევაკუაციო თვითმფრინავებით გაიყვანდნენ ამ ქვეყნიდან, მიიღებდნენ ჯავშანს იმისთვის, რომ არ ყოფილიყვნენ გაწვეული ჯარში, ან ასე ვთქვათ, მობილიზებაში არ მოხვედრილიყო. აი ეს გარანტიები ჰქონდათ, როგორც ჩანს, ამ გარანტიებზე ფიქრობდნენ და რა თქმა უნდა, ამ მხრივ ძალიან იოლად წირავდნენ ჩვენ ქვეყანას ომისთვის. და ნახეთ ჩვენ ეს ინფორმაციას გავრცელდა, რომ უცხოური დონორი ორგანიზაციები და NGO-ები თავისუფლებიან
იმ პირობებში, როდესაც თავად უკრაინაში სხვადასხვა კრიტიკულ საწარმოს თუ ინფრასტრუქტურის მომსახურე პერსონალი არ არის გათავისუფლებული მობილიზაციისგან და რა თქმა უნდა ეს გარკვეულ პრობლემებს იქ ქმნის. ამიტომ კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი რა თქმა უნდა ამ ყველაფერს იხსენებს აი იმ სიტყვებს ბომბების წვიმასთან დაკავშირებით თუ წვიმის წვასთან დაკავშირებით და შესაძლებლობის ფანჯრასთან დაკავშირებით 2022 წლის დასაწყისში, როდესაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს გაუმართლა, რომ ამ ისტორიულ მომენტში ქართული ოცნება იყო ხელისუფლებაში. ნებისმიერი სხვა გადაავლეთ თვალი, აი ახლა პოლიტიკური ლანდშაფტი რაც არის, NGO ლანდშაფტი რაც არის, ნებისმიერი სხვა ჯგუფი რომ ყოფილიყო მაშინ ხელისუფლებაში, დაიწყებდნენ ომს. დაიწყებდნენ ომს იმით, რომ რა თქმა უნდა, კითხეთ დღემდე დააწესებდნენ თუ არა სანქციებს, რა თქმა უნდა დააწესებდნენ. იქნებოდა თუ არა ეს ესკალაცია, რა თქმა უნდა იქნებოდა ეს ესკალაცია. ესკალაციის სავარაუდო შედეგი იქნებოდა თუ არა სამხედრო კონფლიქტში შედგა. რა თქმა უნდა იქნებოდა ეს არის ანი და ბანი, ეს ელემენტარული ცოდნა და არ მხოლოდ ცოდნა არის თეორიული, ამით ჩვენი პრაქტიკული გამოცდილება არის. და ამიტომაც არ ატარებდნენ აქ მიტინგებს, გახსოვთ თქვენ აქციებს ატარებდნენ აქ დღეს რომ ხაჯგუფდებიან ნაციონალ მოძრაობის სხვადასხვა დანაყოფები და NGO-ების წარმომადგენლები აი აქ პარლამენტის შენობის წინ ატარებდნენ აქციას იმის მოთხოვნით რომ გაგვეშვა მოხალისეები უკრაინაში საომრად და ამით ჩართულიყავით რეალურად ომში დაგვეწესებინა სანქციები პირდაპირ რუსეთისთვის და ამით შევსულიყავით ესკალაციაში და ასე შემდეგ ანუ ეს ადამიანები პირდაპირ მიგვათრევდნენ ომში და როგორც ჩანს ამ გარანტიების მოლოდინში რომ შემდეგ ისინი არ მოხდებოდნენ მობილიზაციაში ან საევაკუაციო თვითმფრინავებით გავიდოდნენ საქართველოდან. ამიტომ ეს არის სწორედ აი ეს ცინიზმი, რომლითაც ახლა აი ეს ჯგუფები, ეს ოპოზიციის ეს წარმომადგენლები და NGO-ები დღეს კიდე ბედავენ და საქართველოს პოლიტიკაში შემოდის ზოგი NGO და ის პოლიტიკოსები, რომლებიც მაშინ ითხოვდნენ საქართველოს ჩართვას ომში, დღეს ქართულ პოლიტიკაში კიდე რჩებიან და არჩევნებში მონაწილეობას ბედავენ საერთოდ და ქართულ ხალხს რომ საკუთარ კანდიდატურას თავაზობენ. ქართული ხალხი ამიტომაც 26 ოქტომბერში იქნება ყველაზე მარტივი არჩევანი. ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე მარტივი. იმიტომ რომ საბოლოოდ გაიყვა თეთრი და შავი. საბოლოოდ გაიყვა ის სიბნელე, რომელიც დგას ოპოზიციის მხარეს. საით გვეკაჩებოდა ჩვენ ოპოზიცია აი ბოლო 2 წელიწად ნახევრის განმავლობაში, რაც მიდის ომი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გვეკაჩებოდნენ ომში, გვეკაჩებოდნენ პირდაპირ ესკალაციაში და ამ ხალხს რა თქმა უნდა საკადრის პასუხს გასცემს ქართული ხალხი და ეტყვის რომ არანაირი ომში ჩამთრევები ეგენი არ არიან ჩვენი ქვეყნის. ამნისტიაზე გეპასუხე. შეიძლება თუ არა რუსული კანონის გაპროტესტების დროს გააკაბებულ პირებს და ასევე ხო მაინტერესებს უფრო რაც შეეხება რუსულ კანონის პროტესტთან დაკავშირებით ეს რუსეთში უნდა იკითხოთ, რუსული კანონები რუსეთში მიიღება და იქ თუ პროტესტის დროს ვინმე არის დაკავებული, შეგიძლიათ რუსეთში იკითხოთ ეს საკითხები. რაც შეეხება ქართულ ამნისტიას, რაც შეეხება ქართულ ამნისტიას, რაც შეეხება გუშინ რამდენიმე კვირიანი მუშაობის შედეგად იყო წარმოდგენილი ამნისტია, რომელიც დაინიცირა საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრმა საკუთარი ანგარიშის დროს განაცხადა და გაიმეორა ის მიზანი, რომელიც მან როგორც პრემიერ-მინისტრობის არჩევის დროსაც განაცხადა, რომ მიზანი არის, რომ საქართველოში პატიმრების რაოდენობა პენიტენციურ სისტემაში შემცირდეს და ამით ჩვენ გარკვეულწილად რაღაც ევროპულ სტანდარტზე ჩამოვიდეთ, ვინაიდან სამწუხაროდ დღეს რაოდენობა საკმაოდ მაღალი არის და ჩვენი სამიზნე არის, რომ დაახლოებით
მესამედით დაიწიოს პატიმრების რაოდენობა პენდენციურ დაწესებულებაში. ამისთვის ჩვენ პირველ ნაბიჯს გვაქვს ახლა ამ ამნისტიით. ეს ამნისტია ზოგადად 300-მდე მუხს მოიცავს სხვადასხვა ეფექტით, ზოგან არის გათავისუფლება, ზოგან განახევრება, მეოთხედით, მეექვსედით შემცირება. საერთოდ ჯამში ეს ამნისტია პატიმრობაში მყოფ ადამიანებსაც შეეხება 1/3-ს და საერთოდ ჯამში დაახლოებით 10%-მდე მჯავრდებულები ან პატიმრებს შეეხება სავარაუდო დაუყოვნებლივი გათავისუფლების წესით. ციფრები მიახლოებითია, ვინაიდან ხშირად არის რომ რიგ შემთხვევებში არის რომ არის მხოლოდ ერთი მუხლით ადამიანი მჯავრდებული, ან რამდენიმე მუხლით და ეს უკვე ამნისტიის მიღების შემდეგ, როდესაც კონკრეტული საქმეები იქნება განხილული, საბოლოო რიცხვი იქნება, თუმცა ჩვენ და მინდა მადლობა გადაუხადო აქვე აღმასრულებელ ხელისუფლებას, ასევე პროკურატურას ერთობლივი მუშაობისთვის ამ ამნისტიის პროექტზე, სავარაუდო გათვლებით პატიმრების 10%-მდე რაოდენობას შეეხება დაუყოვნებლივი გათავისუფლების სახით და ჯამში შეეხება პატიმრების 1/3 სხვადასხვა ეფექტით შემცირებისა და ასევე მნიშვნელოვანია რომ 22,000-მდე პრობაციონერი არის და მათით შეეხება იცით ერთი წუთი შემცირება არის პრობაციის და დაახლოებით 7,000 პრობაციონერს მოიხსნება საერთოდ პრობაცია, ვინაიდან მათ ერთ წელზე ნაკლები აქვს გაჩვენილი. აქციებზე დაკავებულებს შეეხება თუ არა, რატომ არ პასუხობთ? მედია რომ ამნისტიის ბოდიში იგივე თემა რომ გავაკეთოთ შეიძლება ძალიან სწრაფად და ძალიან იაფად. ეს მე სესხებას აძლევს ასე ვთქვათ აყენებს მდგომარეობაში რომ აღმოჩნდებიან ხოლმე კერძო გამსესხებლების პირისპირ და ეს აყენებს კიდევსად ასე ვთქვათ რთულ მდგომარეობაში იმ მხრივ რომ კერძო გამსესხებლებს უკვე აღარ სჭირდება აღარც სასამართლო აღარც აუქციონი პირდაპირ შეუძლია ეს ქონება გადმოიხადოს. ანუ ასეთი კანონი ვის ინტერესებს ეცხვება თქვენი აზრით და ჯერ ამნისტიის საკითხი მე ზუსტად ამ სამართლებრივ რეგულაციას ასე ზეპირად არ მახსოვს სამწუხაროდ მე ესე ვერ გიპასუხებთ, თუმცა ზოგადად ეს ამ საკითხს ზოგადად სახით ვიცნობ, და ჩემი წინა პროფესიიდან გამომდინარე, მათ შორის ამ საკითხების კონსულტირებაშიც, კონსულტაციაშიც ვიყავი ჩართული, ამიტომ ვერ გიერთოთ ზუსტად რა რეგულაციას გულისხმობთ ახლა ამ მომენტში, ზოგადად რაც შეეხება კერძო სამართლების გასაგებია, მაგრამ ვიცი ხომ, ამიტომ გეუბნები. იმიტომ ეს არის კერძო სამართლებელი ურთიერთობა, აქ ყოველთვის კერძო სამართლებელი ურთიერთობა სანამ ვაკეთებთ, ნახეთ, სამოქალაქო კოდექსი აძლევს საშუალებას ბანკს. ეს კერძო სამართლების ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსი. სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს კერძო სამართლების ურთიერთობებს არეგულირებს. კერძო სამართლების ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს გადმოსახედიდან სწორი ბალანსის დაცვა ინტერესებს შორის, ვინაიდან კერძო სამართლების ურთიერთობებში ყოველთვის ორი ინტერესი არის, ამ შემთხვევაში თქვენ რასაც საუბრობთ, ერთ მხარეს არის გამსესხებელი მხარე, მეორე მხარეს შესაძლებელი, ორივეს ინტერესი არის. მე პასუხი არა, მოდი ასე გეტყვით, პასუხი ვერ მექნება ახლა, იმიტომ რომ კონკრეტული რეგულაცია ახლა ამ კონკრეტულ რეგულაციას მე ესე ზეპირად არ მახსოვს და ვერ გეტყვით. მადლობს გიფასებ. რაც შეეხება ალბათ ამ კონტექსტში შეიძლება ალბათ ამ საკითხს შევეხოთ, რაც კონგრესში სენატში განიხილება პროექტის სახით. ზოგადად ჩვენი წუხილები, ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის ცნობილი არის და ეს ჩვენ სხვადასხვა ფორმატში გვაქვს უკვე ნათქვამი გაჟღერებული, თუ რა წუხილები აქვს ქართულ საზოგადოებას ამ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ამ წუხილებს სათანადოდ უპასუხონ. ჩვენ მათ შორის როცა ვსაუბრობთ ჩვენ გარკვეული აქტების მიღებაზე კონგრესში თუ სენატში, რასაო კიდევ ერთხელ ყოფილა მცდარი გადაწყვეტილებები ამერიკის შეერთებული შტატებისა საქართველოსთან მიმართებით, მეც ახლა ვახსენე კიდევაც,
როდესაც აგვისტოს ომიდან 6 თვეც არ იყო გასული, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებმა გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ რუსეთთან, არ დაწესებულა არც ერთი სანქცია. აგვისტოს ომიდან 2 წელიც არ იყო გასული, როდესაც წითელ მოედანზე ამერიკელი ჯარისკაცები მონაწილეობას იღებდნენ აღლუმში რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით. და რა თქმა უნდა, დღეს ბევრი აცნობიერებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს იყო მაშინ მცდარი გადაწყვეტილება. ამიტომ შეცდომები საქართველოსთან მიმართებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან ყოფილა და ვფიქრობ, რომ და ჩვენ ამიტომ მოლოდინი გვაქვს იმის, რომ ამ შემთხვევაში ეს შეცდომები თავიდან იქნება აცილებული. რაც გითხეთ მანამდე იყო, რომ გითხეთ ხო და თავად რაც შეეხება ხო მე ზოგადად ვისურვებდი მე ზოგადად დავიგეს რაც შეეხება სახელმწიფო დირექტორის მოადგილის ვიზიტს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის. სხვადასხვა თემები ქონდა მას სასაუბროდ, მათ შორის ახსენა ის ერთ-ერთი სასაუბრო თემა არის ის, რომ პარლამენტის წევრებსაც შეხვდა საარჩევნო არჩევნები, ოქტომბრის არჩევნები. ეს ჩვენი წუხილიც არის, მათ შორის ჩვენი საზოგადოების წუხილიც არის ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან. ფულის ხარჯვა საქართველოში, რომელიც ჩვენ ხედავთ, რომ რიგ შემთხვევაში მიდის პოლიტიკურ პარტიების ყულაბაში და რიგ შემთხვევაში მიდის ასევე სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფებში, მე ეს არაერთხელ მიხსენებია, მათ შორის ამერიკის ნაციონალური დემოკრატიული ფონდის ნედის მხრიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ყალბი NGO სტრუქტურების გამოყენებით, კანონის გარკვეული ხარვეზების გამოყენებით და გვერდის სავლით. ამიტომ ეს ჩვენი წუხილი არის, რომ ამ მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან საქართველოში ერთი რომ თანხები იხარჯებოდეს გამჭვირვალედ და მეორე რომ ამ ხელისუფლებამ ამერიკის ხელისუფლებამ გააკონტროლოს რომ ეს ფული არ წავიდეს პოლიტიკურ პარტიების ყულაბაში, არ წავიდეს რადიკალური ჯგუფების ყულაბაში, რაც სამწუხაროდ დღეს სხვადასხვა ფაქტიდან ვიცით რომ ხდება. ბატონ შავა, მე მინდა კითხვა ამერიკელმა კოლეგებმა არ დამისვას დავანახავთ ბატონ შავა, ოპოზიციურ გადაჯგუფებაზე მინდა კითხვა. თქვენ ადევნებთ ხალხს ბევრ გადაჯგუფებას, მათ შორის ველოდებით სავარაუდოდ ლეონიდ ნახარიას ერთობას საარჩევნოდ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერჯერობით ამის დასტურისგან თავს იკავებენ. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი ყველაფერს წონის, მათ შორის იმ შეურაცხყოფელ განცხადებებს, რაც მანამდე მოგუსმენია ერთმანეთის მიმართ? საერთოდ ჯამში ჩვენ რასაც ახლა უყურებთ, ეს არ არის წინასაარჩევნო კამპანიისთვის მზადება, რაღაც პოლიტიკური იდეოლოგიების მიხედვით დაალაგება, თემების, შინაარსობრივი თემების შეთანხმება. ხო, ყველა ხედავთ, რაზეც არის საუბარი, ხო? საუბარი არის იმაზე, რომ ნაციონალურ მოძრაობამ როგორ დააბნიოს საზოგადოება ისე, რომ არჩევნებში ვიღაცები ვერ მიხვდნენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას აძლევენ სინამდვილეში ხმას. ეს არის ერთი საარჩევნო აფიორა, რომელიც ახლა მზადდება ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან მათი უცხოელი მფარველების კარნახით. ეს პროექტია ზუსტად რაც ახლა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე. ნახეთ, რომ ნაციონალურ მოძრაობამ სახელიც კი გადაიქვა, მართალია რიცხვს ციფრს 5-ს ვერ შეელიან, მაინც ეთქვა რაღაც კაბალისტური აზრები დევს მათში და ნუმეროლოგიის შეიძლება მიდრეკილება აქვს და თორემ ამაზეც იყო საჯარო საუბარი და ქონდაც მსჯელობა, სახელიც კი შეიცვალათ. იმდენად ხვდებიან, იმდენად რცხვენიათ, რომ ნაცებად იწოზებიან, რომ სახელსაც იცვლიან, რომ იქნებ რაიმენაირად დააბნიონ მოქალაქეები და შემთხვევით ვიღაცამ მისცეს მათ ხმა. ამიტომ ყველაფერს ამას ქართული ხალხი რა თქმა უნდა ხედავს და ამ კუთხით უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. ეს არის ასე ვთქვათ პროპაგანდა დაბნეულობის ტაქტიკა, რომ დაბნეულობა შეიტანოს საზოგადოებაში, თითქოს არსებობს რაღაც სხვა ძალები ან ალტერნატივები ქართულ ოცნებასთან შედარებით. კიდევ ერთხელ ყველაზე მარტივი არჩევანი ექნება ქართულ ხალხს 26 ოქტომბერს. უნდა აერჩიოს ომი უნდა თუ მშვიდობა. მარტივად არის საქმე. ვის ვინც ხმას მისცემს ნაცებს, ის ომის მხარეს არის. წერტილი, ეს გაცხადებული პოლიტიკაა მათი. მათ უნდათ 22 წლის
მარტში, რომ მებრძოლები გაეგზავნა ხელისუფლებას უკრაინაში საომრად და ამით ჩართულიყო ომში. მათ უნდათ რომ სანქციები დაგვეწესებინა პირდაპირ სანქციები რუსეთისთვის და შევსულიყავით ესკალაციაში, რომლის ბოლოსაც დიდი ალბათობით იქნებოდა სამხედრო დაპირისპირება. მათ შემოაპარეს მიხეილ სააკაშვილმა მათმა უცხოელმა მფარველებმა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები იყო ჩართული. ხო საჯაროდ არის ცნობილი, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა დააორგანიზეს მიხეილ სააკაშვილის შემოყვანა აქ. აი ამ ხალხზე საუბარი და ესენი კიდე ბედავენ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა პირდაპირ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებით მოქმედმა ადამიანებად. ასე რომ უმარტივესი არჩევანი იქნება 26. აქ მოვედი, იმიტომ რომ აშკარად შემიხმარა. მეგობრებო, მართლაც აქ და დამაცადეთ ორი თემა მოხდა, ხასხმექნება და კაკანი არის, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ამბავია. მეგობარი აქ მიპასუხეთ, თუ შეიძლება პირველ რიგში გუშინ კონგრესმა საგარეო კომიტეტმა დაჩქარებული წესით მიიღო. თქვენ როგორ უყურებთ, რა მოლოდინი გაქვთ, საბოლოოდ იქნება თუ არა გატანილი ეს კანონ პროექტი და დამტკიცებული იქიდან გამომდინარე, რომ მას მხარს უჭერენ როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატები, ანუ ორ პარტიას მხარდაჭერა აქვს რეალურად ამ კანონ პროექტს და რას ფიქრობთ მის შინაარსზე? მე ზოგადად ვისურვებდი, რომ თუკი ჩვენ ღირებულებებს საუბრობთ და ჩვენ ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან ერთად, თუკი ჩვენ გვაქვს ეს საერთო ღირებულებები და ეს არ არის ფასადი, მაშინ უნდა ვიმოქმედოთ ამ ღირებულებების მიხედვით. და ეს ღირებულებები ჩვენ კარნახობს ერთ რამეს. თუკი შენ შედიხარ შენი პარტნიორი ქვეყანაში და ხარჯავ ფულს ორგანიზაციებში, რომლებსაც აქვს გავლენა პოლიტიკაზე, შენ გაქვს მარტივესი პასუხისგებლობა იმ ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომ იყო გამჭვირვალე და იმ მოქალაქეებს უთხრა, რომ აი ეს ფული, რომელსაც მე ვხარჯავ თქვენი დახმარებისთვის, ასე არის ნათქვამი. ეს ფული იხარჯება ამ ორგანიზაციაში, ამ მიზნისთვის, ამ რაოდენობით. ეს არის ყველაზე საბაზისო ევროპული ღირებულება, რომელიც იმედი მაქვს, რომელსაც იმედი მაქვს დაუბრუნდებიან ჩვენი მეგობრები ამერიკის შეერთებულ შტატებიდან და ევროპიდან. მე ვერ წარმომედგენა, რომ გამჭვირვალობას შეიძლება ასეთი რეაქციები მოყოლოდა, რაც რა თქმა უნდა თავისთავად შემდეგ უკვე წარმოშობს გაყოლულ აღქმებს თუ რატომ არ სურს ევროკავშირს, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდის თანხები იყოს გამჭვირვალე. მაშინ, როდესაც დახურულ კარს მიღმა ზოგიერთი ჩინოსანი ევროკავშირის, მე პირადად მიდასტურებდა, რომ მას შემდეგ რაც ის გაეცნო ევროპის დემოკრატიის ფონდის დაფინანსება საქართველოში, ის დარწმუნდა, რომ ეს პოლიტიკური ფული იყო. როცა ამას მეუბნებიან, მე დახურულ კარს მიღმა, რატომ მიიტყვიან ამას საჯაროდ, მაგრამ ამის წინააღმდეგ რაღაცა ზომები მაინც მიიღონ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან არ ფინანსდებოდეს მაგალითად სირცხვილია, რომლის წევრებიც აქვეყნებდნენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების პირად ტელეფონის ნომრებს, რომლის თანამშრომლებიც, რომელიც ხელფასს იღებენ ევროკავშირისგან, ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს, მათ ოჯახის წევრებს და ემუქრებოდნენ და აშანტაჟებდნენ მათ, რომლის წევრებიც, რომელიც ხელფასს იღებს, ჯემნიუს გულისხმობ, ხელფასს იღებს ევროკავშირიდან საქართველოს პარლამენტის წევრებს ემუქრებოდა შუბში თუ კეფაში ტყვიით. ამაზე რეაგირება ნული არის და ნაცვლად იმისა, რომ მოიცნოთ განმარტებები ევროპელი დიპლომატებისგან ამასთან დაკავშირებით და გამიჯნა ამ ძალადობისგან, ნაცვლად ამისა არის აბსოლუტური სიჩუმე, რისი შედეგიც არის ამ ძალადობის გაგრძელება და გვახეთ გუშინ, რომ დროას წევრი, რომელიც პირდაპირ ფინანსდება ევროკავშირისგან, ხო ვიცით ეს, ხო? რომ ევროკავშირისგან ყალბი NGO სქემის გამოყენებით იღებენ ხელფასს დროას წევრები და იმიტომ რომ გაჩუმდნენ ევროპელი დიპლომატები არ დაგმეს წინა შემთხვევები და იმიტომ უნდა დაგმონოს სამწუხაროდ ასეთი მდგომარეობა, რომ ადამიანების ეს ჯგუფი საქართველოში ამ ჯგუფისთვის ავტორიტეტები არიან უცხოელები. მათთვის ავტორიტეტი საქართველოში არასდროს უცხოელი რასაც ეტყვის, ისე იქცევიან. ევროპელი დიპლომატები რომ გამოსულიყვნენ. აი ამდენი შემთხვევა მოხდა პარლამენტზე თავდასხმა. გახსოვთ 1 მაისს აქციების დროს, როდესაც ზუსტად NGO-ების მოწოდებით მშვიდობიანი აქცია გადააქციეს ძალადობრივ აქციად, 8 პოლიციელი დაშავდა, 1 პოლიციას დაჭირდა გადაუდებელი ოპერაცია, დაიმსხვრა ინფრასტრუქტურა პარლამენტში და მეორე დღეს ზოგი დიპლომატი ამბობდა, რომ მშვიდობიანი აქცია იყო. ეხლა ასეთი დამოკიდებული როცა არის, ეს ახალისებს შემდეგ ძალადობას და ზუსტად ამის შედეგია ჩვენ გუშინ აცვიხებთ, როდესაც ქალ დეპუტატებს თავს დაესხა რადიკალური ჯგუფის წევრები.
სენატორები, როდესაც ამბობენ ადამიანმა დაუჭირა მხარე. თუ გახსენდებათ ასეთი უპრეცედენტო ფაქტობრივად სრული მხარდაჭერა ამ ტიპის გადაწყვეტილებაზე, იმიტომ რომ თქვენმა ამერიკელმა კოლეგებმა ფაქტობრივად ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება თქვენ და სანქციების მოტივაცია ხალხის მხარდაჭერის. ეს ხო ქართველი მხარდაჭერის აქტია. თქვენი და სანქციების. აგვისტოს ომიდან 6 თვეში ასევე ერთხმად იყო გადაწყვეტილება მიღებული რუსეთთან გადატვირთვის და არ დასანქცირების გაირკვა შემდეგ ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება. ასე რომ მხარდაჭერის რაოდენობა არ გულისხმობს მხარდაჭერის რაოდენობა არ განსაზღვრავს ამა თუ იმ გადაწყვეტილების სისწორეს და არასისწორეს. ამიტომ ეს არის. კონკრეტულად მეგობრად რამზე მაინტერესებს თქვენი პოზიცია. არ მიიღებს საბოლოო ჯამში კონკრეტულად ჩვენ რა გავლენა გვაქვს უცხო ქვეყნის, ახლა უყურეთ უცხო ქვეყნებს გოლიათო ბათუმმა გავლენა გქონდეთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ჩვენ ხო არ გვაქვს ასე დამოკიდებულება რა გადაწყვეტილება. თვითონ შინაარსი რაც არის ამ დოკუმენტში. რა თქმა უნდა, არ ეფუძნება ის სწორ შეფასებას ვითარებისა და ამ მხრივ რა თქმა უნდა უსამართლოა საქართველოს მიმართ და მე იმედი მაქვს რომ საერთო ჯამში სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და იმედი მაქვს რომ შეცდომები არ იქნება დაშორებული. ნატოს დეკლარაციიდან ხდება ჩანაწერი, რომელიც ყველა წინასწარ ხვდებოდა ხო 2008 წლიდან მოყოლებული რომ და პირობა იმ შესახებ გავხდებით ნატოს წევრი. ამ შეაფასეთ, კარგია თუ ცუდია? და ამას ეკითხებით იმიტომ, რომ აი გუშინ თქვენმა თანაგუნდებმა ინიციატივას მოგვითხრა, რომ ამ ჩანაწერმა თავის დროზე ომი გამოიწვია. აგვისტოს ომის აპროვოცირებელი გახდა პირობა, რომელიც მივიღეს ნატოსთან. ეთანხმებით ამას და ამის გათვალისწინებით მაშინ რა გამოდის? კარგიც არის რომ ჩანაწერი. ეს განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, როდესაც მან თქვა, რომ 2008 წელს ბუქარესტში იმით რომ გერმანიამ და საფრანგეთმა დაბლოკეს საქართველოს მიღება ნატოში, ამითი მისცეს გარკვეული შესაძლებლობა რუსეთს იმისთვის რომ აგრესია განეხორციელება. ამიტომ ალბათ ნატოს წევრები უნდა დაფიქრდნენ ერთი რომ რა გააკეთეს 2008 წელს და პოლონეთის პრეზიდენტის ეს განცხადება შეგვიძლია თქვენ ვიხილოთ და ქონდა თუ არა მას კავშირი შემდეგ რუსეთის აგრესიასთან სულ რამდენიმე კვირაში ჩვენ არ გვინდა პირობები, ჩვენ გვინდა გადაწყვეტილებები. ჩვენ უკვე 16 წელია ამ ღია კარში ვდგავართ და როგორც თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა და დღესაც აქტუალურია ეს სიტყვები, როდესაც ზედმეტად დიდხანს ხარ ღია კარში, შეიძლება ამ ორპირ ქარში გაცივდეს ადამიანი. ამიტომ ამაზე უნდა იფიქრონ ნატოს წევრმა ქვეყნებმა, რომ გადამწყვეტი უსაფრთხოებას არ განაპირობებს დანაპირებები, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს გადაწყვეტილებები და ჩვენ ნახეთ რომ მათ შორის უკრაინის მიმართაც სამწუხაროდ რაიმე დამატებითი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული, გამეორებული არის იგივე, რაც 16 წლის წინ ითქვა უკრაინასთან დაკავშირებით და საქართველოსთან დაკავშირებით, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი. როდის გახდება, რატომ როგორ გახდება და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 წელზე მეტია უკრაინა იბრძვის მათ შორის ნატოს ქვეყნების და ევროპის დასაცავად ასე ვთქვათ და ასე უყურებს, ასე აფასებს თავად ნატო ხომ ამ ომსაც და იმიტომაც ეხმარება უკრაინას. მიუხედავად ამისა, რომ გმირი უკრაინელი ხალხი უკვე 2 წელზე მეტია აქვს ფრონტი შეკრული იმისთვის რომ შეაკავოს რუსეთის ჯარები, ნახეთ რომ რაიმე დამატებითი გადაწყვეტილება უკრაინასთან არ არის მიღებული. ავტოპარკის განახლებას გეგმავს შეგვიძლია რატომ გახდა ეს გადაწყვეტილება? ხო, დღეს გამოქვეყნდა განცხადება პარლამენტის აპარატის, თქვენ იცით რომ ზოგადად მათ შორის ჩემი დამოკიდებულებაც როგორც პარლამენტის თავმჯდომარისა ჩემ ვალდებულებებთან არის ის რომ პარლამენტის სამუშაო პირობები იყოს რაც შეიძლება უფრო მეტად უზრუნველყოფილი, სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურულადაც მიდის სამუშაოები. ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც უკვე დიდი ხანია მწიფდებოდა, იყო ავტოპარკის ჩანაცვლება, განახლება. საქართველოს პარლამენტის ავტოპარკი არის ამორტიზაციულად მოძველებული და ამორტიზებული. გახსოვთ თქვენ ალბათ ძველი ისტორიაც არის, რომ თავის დროზე 2015 წელს ევროპის განვითარების რეკონსტრუქცია განვითარების ბანკის
ჩატარებული კონფერენციის ფარგლებში შეძენილი მანქანები იქნა გადმოცემული პარლამენტისთვის. ეს მანქანები ავტოპარკის უმეტესობა დღეს არის 10 წელზე მეტი, 300,000 აქვს საშუალო გარბენი ყველას. ხარჯი არის დიდი, ამიტომ პარლამენტმა გადაწყვიტეთ, რომ ჩავანაცვლოთ ამორტიზირებული მანქანები ჰიბრიდული ავტომობილებით, რომელიც ამავე დროს გარემოზე დატვირთვის მხრივ იქნება უფრო ასე ვთქვათ ნაკლები დატვირთვა ექნება გარემოზე. ასე რომ კიდევ ერთხელ ის ავტომანქანები, რომელიც ამორტიზირებულია, საბალანსო ღირებულება მათი 0 არის 10 წელს არის დაახლოებით 300,000 აქვს საშუალო გარბენა. ეს ავტომობილები ჩანაცვლება და რასთავია ჩანაცვლება მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის, ასე რომ ეს ამ მოწვევას არ შეეხება. ამ წლის ბიუჯეტიდან დავათანხები. ევროკავშირი ამზადებს ნაცვლად თანხებს მიმართავს მესამე სექტორისკენ. ალგერჩის განცხადებასთან დაკავშირებით მითხრებით, მას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნო და როგორ აქცევთ თქვენ, როდესაც თავდაცვის უწყებას ნაცვლად მესამე სექტორის იქნება მათი თანხები მიმართავს. ხო, მე ამაზე ვთქვი, რომ სამწუხაროა ნაცვლად იმისა, რომ მოვისმინოთ დაპირებები, რომ ევროკავშირის ფული საქართველოში დახარჯული იქნება გამჭვირვალედ და იცით, რომ ევროკავშირის ფულის ნაწილი დღეს გამჭვირვალედ ფარულად იხარჯება საქართველოში, მათ შორის მაგალითად ევროპის დემოკრატიის ფონდის გავლით და მათ შორის იხარჯება პოლიტიკაში და პოლიტიკურ პარტიებში. და ნაცვლად იმისა, რომ მიგვეღო ამაზე დაპირებები, განმარტებები, რომ უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის თითოეული ცენტის ხარჯვის გამჭვირვალობა ქართული საზოგადოებისთვის. კეთება განცხადება, რომ ნაცვლად ქართველი ხალხისთვის საჭირო საკითხებისა და საკითხების დაფინანსებისა, რაც ბიუჯეტში არის ხოლმე გათვალისწინებული, თანხები გადაინაცვლებს კვლავ NGO სექტორში, რომელიც ხედავთ ჩვენ, რომ სამწუხაროდ რიგ შემთხვევებში არის ისევ პოლიტიკით დაკავებული და ნახეთ ახლახან ევროკავშირისგან დაფინანსებული ადამიანები, რომლებიც აქამდე მათ შორის ევროკავშირი ამ ადამიანებს ჩვენ წარმოგვიდგენდა როგორც ნეიტრალურებს, აღმოჩნდა რომ ისინი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკოსები, გადავიდნენ ახლა პოლიტიკაში, ხედავთ უკვე საჯაროდ, რაც კარგი პროცესია საბოლოო ჯამში და კვლავ აი ამ ჯგუფებს ხო რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, მე ზოგადად ამას ჩვენ ძალიან დეტალურად ვაკვირდებით და ამის პირობა შემიძლია მივცე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველა დონორს და ყველა პარტიას, რომ ქართული ოცნება ძალიან დეტალურად აკვირდება აქტივობებს და ხარჯებს და ასე შემდეგ, ის რაც საჯაროდ ხედავთ და თქო უნდა ჩვენ ყველა ამ საკითხზე გვექნება საჯარო რეაგირება და საუბარი იმაზე, როდესაც იქნება პოლიტიკის დაფინანსება. უკვე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მაგალითად NDI, რომელიც გზელვადიანი სადამკვირვო მისია აქვს, პარალელურად ოპოზიციისთვის აწყობს მათი საარჩევნო ტაქტიკის დამგებვალ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, აჩენს კითხვებს NDI-ის როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. ხედავთ სხვა ორგანიზაციებს, რომელიც ვთქვათ, ამა თუ იმ პროექტის თუ აქტივობის დაფინანსების საბაბით სინამდვილეში პოლიტიკურ პროექტებს აფინანსებს. დაკავშირებით ვიცით, რომ არასამთავრობო სექტორსაც და ოპოზიციის ერთ ნაწილსაც აქვს მსგავსი ტიპის სარჩელი. უახლოეს დღეებში სავარაუდოდ სალომეს შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოში. აი თქვენ რა პასუხი გაქვთ და ზოგადად სალომეს ურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებთ, იმიტომ რომ ვიცით, რომ სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგინა, რომ მან დაარღვია. რა თქმა უნდა, ეს ცინიზმის პიკია, როდესაც სალომეს ურაბიშვილი, რომელიც თავად დაარღვია კონსტიტუცია და ეს დადასტურებული არის, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია, კითხვებს ვავს რაღაც გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ჯერ მან პასუხი აგოს იმ დარღვევის კონსტიტუციის იმ დარღვევის, რომელიც მან ჩაიდინა და კონსტიტუციურ სტანდარტს, რომ ემორჩილებოდეს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ის ნაციონალურ მოძრაობას კი არ გაურიგდებოდა, რომ იმპიჩმენტი ჩავარდნილიყო და დარჩენილიყო თავის თანამდებობაზე. არამედ მიიღებდა მორალურ გადაწყვეტილებას და გადადგებოდა თანამდებობიდან, ვინაიდან დადასტურებულია, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია და რომ ეს არის იმპიჩმენტის საფუძველი. ასე რომ ეს არის ცინიზმი საერთო ჯამში, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში ხშირად ხდება ხოლმე.
ბატონშალ თუ შეიძლება რომ დავასრულოთ რომ შეეხება თუ არა ამნისტია ამ აქციებზე, ბოლო აქციებზე დაკავებულებს, იმიტომ რომ აი მაგალითად გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ რომ თუ ამ ადამიანებს შეეხებათ ამნისტია, მაშინ განხილვაში შევალთ ამ საკითხს. მე არ ვიცი ზუსტად რა მუხლებით სისხლის სამართლების გულისხმობთ ხო, იმიტომ რომ აქციებსაც შეეხება, იქ უმეტეს შემთხვევაში ადმინისტრაციული დარღვევები იყო და არ ეხება ადმინისტრაციული სამართალს ზოგადად და ხარც არის რაიმე ძინესარჩელები, რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში ვიცოს თუ არ ვწდები 10-მდე ადამიანი არის ხომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული და ყველა რა მუხლებია წაყენებული ზუსტად სიმართლე გითხრათ ზეპირად არ ვიცი, თუმცა ის როგორც მე მახსოვს ის მუხლები რომელიც არის ამ მუხლებს ეს ამნისტია არ ეხება. მადლობა.